რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა იზვესტიასთან საუბრისას განაცხადა. გალუზინის მტკიცებით რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები სააკაშვილის რეჟიმმა დაარღვია. ინტერვიუში რუსი ჩინოვნიკი ქართული ოცნების წარმომადგენლებს დადებითად აფასებს. მოსკოვი მზადაა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსის სამშვიდობოების და შესაბამისად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას სცადა და ახლა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი ამის გამო ყველაზე მკაცრ კრიტიკას განიცდის. გალუზინის თქმით, გასული წლის შემოდგომაზე საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან გონივრული განცხადებები გააკეთა. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ. როგორც მესმის ოფიციალურ თბილისს იგივე დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის მიმართ. ეს რა თქმა უნდა დადებითი სიგნალებია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებში საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, აღნიშნა გალუზინმა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება. წუხوارთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავ უკავშირებს ჩვენს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება, აღნიშნა გალუზინმა. თუმცა, მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ყოვლის მომცველი განვითარება განაგრძოს. ამისთვის ბევრი შესაძლებლობა არსებობს. საქართველოსთვის რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან ბაზრად რჩება მრავალ სფეროში, განსაკუთრებით ღვინის პროდუქტებისა და ხილის. მეორე მხრივ რუსეთი საქართველოსთვის ენერგორესურსებისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია. რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს საერთო ისტორია, საერთო რწმენა, კულტურული, ჰუმანიტარული და ადამიანური კავშირები, აღნიშნა გალუზინმა. მისი თქმით, რუსულმა მხარემ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, აღადგინა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის, აღდგა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, მზად ვართ აღვადგინოთ ისინი. მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, აღნიშნა გალუზინმა. კითხვაზე თუ ქართული მხრიდან სიგნალი მოვა, შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური და პოლიტიკური კონტაქტების აღდგენის გზაზე დადგომა. გალუზინმა უპასუხა. დიპლომატებს ნამდვილად არ უყვართ კითხვებზე პასუხისგაცემა, რომლებიც იწყება სიტყვით თუ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ალბათ მართალი ხართ.